გითხარით მეტი პროტესტზე და შემდეგ დაგისვამთ კითხვას არსებული რეალობის გათვალისწინებით. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ახალციხეში. ისევე როგორც თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებში, ახალციხეში მიმდინარეობს უკვე 2 თვის განმავლობაში უწყვეტი საპროტესტო აქცია. ხან უფრო მეტი ხალხით, ხან ნაკლები ხალხით, მაგრამ მუდმივი შემართებით აქ მყოფი ადამიანები ყოველდღიურად გამოდიან რუსთაველის ძეგლის წინ, ახალციხის ცენტრში და აი ამ ბანერებით ყოველდღიურად საზოგადოებას ახსენებენ იმას, რომ ჩვენ გვჭირდება კრიზისის განსამუხტავად ახალი არჩევნები, რომ აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომ შეუძლებელია რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავალი ჰქონდეს რუსული რეჟიმის პირობებში და რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოში არსებული ეს საპროტესტო განწყობილება ყველგან იყოს გამოხატული. ყველგან ისმოდეს პროტესტის ხმა და ახალციხე არის სწორედ ის ადგილი, ის გამორჩეული ადგილი, სადაც ჯიუტად, პრინციპულად, უწყვეტად ეს ადამიანები აქ დგანან და დღეს ჩვენ ვიყავით ახალციხეში ჩამოსული, ჩვენ გქონდა ჩვენი შეხვედრა დაინტერესებულ საზოგადოებასთან, ჩვენს აქტივთან, რეგიონულ აქტივთან. ამ შეხვედრის შემდგომ გამოვედით და ჩვენი აქ ჩამოსვლის ასევე მნიშვნელოვანი მიზანი იყო, ძალიან დიდი ხანია გვინდოდა, რომ ამ ხალხისთვის გამოგვეხატა თანადგომა, გამოგვეხატა ჩვენი, ასე ვთქვათ, თბილისიდან, მთელი საქართველოდან წამოღებული ერთიანი სულისკვეთება, რომ საქართველოს დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არ შეიძლება შეცვალოს ბიძინა ივანიშვილმა, ქართულმა ოცნებამ თვითნებურად მიტაცებული არჩევნებით და არალეგიტიმური ხელისუფლებით, რომელსაც უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ რაიმე პერსპექტივა გქონდეს საქართველოს მომავლის მშვიდობიანი, სტაბილური, კეთილდღეობის უზრუნველმყოფი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ადამიანებს, რომლებიც ინარჩუნებენ აი ამ უმნიშვნელოვანეს საპროტესტო კერას და როგორც გითხარით, ჩვენც ამ საპროტესტო აქციის ნაწილი ვართ დღევანდელ დღეს. კი ბატონო, გავტოფიქრია, მექნება ახლა კითხვა იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ამერიკის საელჩოს განცხადებით, რომ ვიხელმძღვანელოთ, რომელიც ორენაზე გამოქვეყნდა და ინფორმაციით, ეს არის პირველი შეხვედრა, ხო? ქართული ოცნების მაღალჩინოსანთან არჩევნების შემდეგ, რომელიმეს არავის შეხვედრია ელჩი. რა სიტყვით თქვენ, რა არის თქვენი პოლიტიკური შეფასება და ზოგადად შეფასება ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომლის მიხედვითაც მაკა ბოჭორიშვილს გააცნეს რუბიოს მთავარი პრიორიტეტები და ასევე საუბარი იყო იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმაც შეუძლია საქართველოს, რათა აჩვენოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების სერიოზული დამოკიდებულება. ეს არის ციტატა. დიახ, ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში რა საერთაშორისო რეზონანსსაც ვნახულობთ, ეს საერთაშორისო რეზონანსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპული ქვეყნებიდან ხაზგასმით ამბობენ, რომ საქართველოს ქართველი ხალხი, რომელიც უწყვეტ პროტესტშია მთელი ამ ხნის განმავლობაში, იმსახურებს ევროპულ მომავალს, დემოკრატიულ მომავალს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არის სერიოზული დაბრკოლება და მისი ქმედებები, მისი გადაწყვეტილებები, ბოლო დროის მისი დამოკიდებულება და ავტოკრატიული მოქმედებები პროტესტის მიმართ, პროტესტში მონაწილე ადამიანების მიმართ, კანონმდებლობა, რომელიც ყოველდღიურად იცვლება და ყველანაირად ემსგავსება რუსულ კანონმდებლობას, გაფრთხილება ყოველდღიური პრაქტიკულად ამ ხელისუფლების ამგვარი ქმედებების გამო, სანქციების დაწესება სხვადასხვა დემოკრატიული ქვეყნისაგან, ჩვენი პარტნიორებისაგან, როგორც ასევე ზომები, კრიტიკული ზომები იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება გონს მოეგოს და გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესს ჭირდება. და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ქმედება, რომელიც ამ მიზანს ემსახურება, ეს იქნება სანქციის სახით, ეს იქნება რეზოლუციის სახით, ეს იქნება ერთობლივი განცხადებების სახით, ეს იქნება ორმხრივ ურთიერთობებში გამოთქმული კრიტიკის სახით თუ
ამ შემთხვევაში ამ შეკითხვას რომ დაუბრუნდეთ კონკრეტული შეხვედრის სახით ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოს იმსახურებს დემოკრატიულ განვითარებას, ევროპულ მომავალს, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულები არიან ამ არჩეულ გზაზე და რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მთლიანად არ მოშალოს ის ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი, რომელიც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან მოყოლებული დამოუკიდებლობის პერიოდში აქვს აშენებული სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით. Ქალბატონ ფიქრია, ამ არსებული სურათის გათვალისწინებით, რომელიც ახლა არის, თუნდაც ამ ინფორმაციის, ასევე მინდა კითხოთ იმ საერთო კოორდინაციის საკითხზე, რომლის შესახებაც სულ უფრო მეტ საუბრობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ასევე ჩვენ ვიცით, რომ დღეს არაერთი საათის განმავლობაში იყო შეხვედრა ინდივიდუალურად პოლიტიკურ ჯგუფებთან. აი ამ თვალსაზრისით რისი თქმა შეგიძლიათ, ანუ მისვლა მიზნამდე, აი ამ პროცესის დაჩქარება, კიდევ უფრო ეფექტური, თქვათ, ნაბიჯების გადადგმა და შეთანხმება აქტორებს შორის, რა არის ამ თვალსაზრისით გასაკეთებელი, რა არის თქვენი შეთავაზება და წინადადება ამ პროცესში, რომელ გეგმასაც ჩვენ როგორც ჩანს 31-ში შევიტყობთ, ხო? იცით, მთელი ეს ხანი ძალიან სერიოზული იმედი და მოლოდინი ქონდა, ხო? ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ პროტესტი არ იქნებოდა ხანგრძლივი, რომ პროტესტი მიილეოდა და რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდნენ ცხოვრებას. ეს ასე არ ხდება, მაგრამ პროტესტსაც აქვს თავისი განვითარების ეტაპები. ჩვენ შეიძლება ითქვას, ახლა ყველანი ვაცნობიერებთ იმას, რომ პროტესტი ახალ ეტაპზე გადადის. დემოკრატიულ სამყაროში არის ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები, ხო? და ამ ძვრებს სამწუხაროდ ადეკვატურად ვერ უპასუხებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რაღაც გაურკვეველ deep states ებრძვის და ყველა ჩვენს პარტნიორთან აქვს არათუ შეზღუდული ურთიერთობა, არამედ პრაქტიკულად მტრული ურთიერთობა, ჩამოყალიბებული მტრული დამოკიდებულება და ბუნებრივია ასეთ ვითარებაში ბევრი რამ რთულდება და ასეთ დროს ოპოზიციური ძალების უფრო მჭიდრო კოორდინაციას, საქართველოს პრეზიდენტის უფრო აქტიურ როლს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ერთიანი გზის დანახვას, ერთიანი ნაბიჯების გადადგმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთობამ ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაადგმევინა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ერთობის უფრო მეტი დემონსტრაცია და უფრო მეტი ფორმების გამოძებნა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით და ლელოს ძლიერი საქართველოს ინიციატივა, მცდელობა ამ მხრივ ძალიან ბევრი იყო ამ ხნის განმავლობაში. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე მაინც გარდაუვალია და ამ ახალი ეტაპის შესატყვისი არის სწორედ ასეთი ქმედება. კონკრეტულად რაში როგორ გადაითარგმნება ამას დროთა განმავლობაში ჩვენ ამ თვის დღეების განმავლობაში გავიგებთ, იმიტომ რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საგარეო ფრონტზე, ისე ქვეყნის შიგნით რა ნაბიჯებია გადასადგმელი. ჩვენ ყველანი ვემზადებით ახალი არჩევნებისათვის და ამ ახალ არჩევნებს კიდევ ბევრი რამ ახლავს თან, ის რაც წინა არჩევნების პერიოდში სერიოზულ პრობლემად გამოჩნდა, ამაზე შეთანხმებები არსებობს. ყველაფერს ერთიანი ხედვა, ერთიანი სახე მიეცემა და საზოგადოებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ უფრო ცხადი და ნათელი გახდება, რომ ქართული ოცნების პირობებში შეუძლებელია საქართველოს ჰქონდეს უკეთესი პერსპექტივა, საქართველოში მცხოვრებმა მოქალაქეებმა რაიმე უკეთეს შედეგს მიაღწიონ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ოჯახურ დონეზე, პერსონალურ დონეზე თუ სახელმწიფოებრივ დონეზე. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ეს წრე გავარღვიოთ და გავარღვიოთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესის სასიკეთოდ. დიდი მადლობა, ფიქრია დაგემშვიდობებით, ფიქრია ჩიხრაძე საუბრობდა ახალციხიდან დღის ამბების პირდაპირ ეთერში, ჩვენ რეკლამას